მოგესალმებით, მე ვარ ნინო ბაშარული, მცხოვრები ქალაქ მიუნხენში, 2021 წლიდან ვარ ემიგრაციაში, პროფესიით არტ-პედაგოგი და მინდა გამოახმაურო დღევანდელ საკითხს საქართველოში უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით. ფაქტი არის ძალიან დასაფიქრებელი ყველასთვის და ეს პროცესი თუ ნამდვილად იქნა გატარებული, ნიშნავს იმას, რომ ბევრი ადამიანისთვის იქნება შეუძლებელი იმ ყველა დანარჩენი სიკეთეების მიღება, რაც დღემდე ჰქონდა ქართულ მოსახლეობას, საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მიმოსვლის სახით, უვიზო მიმოსვლის სახით. არ ვითანხმები იმ ფაქტს, რომ ევროპასთან მიმოსვლა იქნება უპრობლემოდ ისევ შესაძლებელი და ეს იქნება მხოლოდ ერთეულობისთვის შესაძლებელი და არა ყველასთვის. ასე რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველა დაფიქრდეს ამ საკითხზე და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველა უკვე ამაზე ფიქრობს და ყველამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი და მოითხოვოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლებისგან გატარებული იქნეს ის რეკომენდაციები, რაც ამ პროცესს რომ შეუწყდეს უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში, იქნეს შეჩერებული.